აუცილებლად უნდა მიმართოთ გადაუდებელი სამედიცინო დახმარების განყოფილებას თუ ცხოველმა გიკბინათ. ნაკბენმა შესაძლოა კანი გაკაწრა, გაგლიჯა ან გაგიხრიტა. ნაკბენის სერიოზულობიდან გამომდინარე შეიძლება დაგჭირდეს ნაკერები. შესაძლოა დაგჭირდეთ ანტიბიოტიკების მიღება ინფექციის სამკურნალოდ ან თავიდან ასაცილებლად. თუ ასეა, დაასრულეთ ანტიბიოტიკების მთელი კურსი. თუ იმ ცხოველს, რომელმაც გიკბინათ, შესაძლოა ცოფი ჰქონოდა, თქვენ გაგიკეთებენ ცოფის ვაქცინის ინიექციას. შემდგომში მოგიწევთ კლინიკაში დაბრუნება ვაქცინის სხვა დოზების მისაღებად. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არ გამოტოვოთ ეს შემდგომი ვიზიტები. შესაძლოა ასევე გაგიკეთეს ტეტანუსის ვაქცინა. უმეტეს შემთხვევაში ჭრილობას სახშიც შეგიძლიათ მოუაროთ. შეხორცებას რამდენი დრო დასჭირდება, დამოკიდებულია ჭრილობას სერიოზულობაზე. კითხეთ ექიმს ან ექთანს, რა უნდა გააკეთოთ სახში დაბრუნების შემდეგ. დარწმუნდით, რომ ზუსტად გესმით, რა უნდა გააკეთოთ საკუთარ თავზე ზრუნვისთვის. თუ რაიმე გაუგებარია, დასვით კითხვები. ასევე აუცილებლად დაურეკეთ თქვენს პირად ექიმს და უთხარით, რომ იყავით გადაუდებარი დახმარების განყოფილებაში. დანიშნეთ შემდგომი ვიზიტი თუ ასე გითხრეს. მიიღეთ ყველა მედიკამენტი დანიშნულების მიხედვით. შესაძლოა ექიმმა გითხრათ, რომ ჭრილობა შეხორცებისას დაფარული გქონდეთ. შეგიძლიათ ჭრილობაზე ანტიბიოტიკის თხელი ფენა წაისვათ, რათა დატენიანებული დარჩეს. ეს ასევე ხელს უშლის სახვევის ჭრილობაზე მიწებებას. 1 ან 2 დღის შემდეგ შეგიძლიათ ჭრილობა საპნით და წყლით ნაზად დაიბანოთ. შეიმშრალეთ და გაიკეთეთ სუფთა ნახვევი. გამოუცვალეთ სახვევი ინსტრუქციის მიხედვით. ყოველ ჯერზე ყურადღებით დააკვირდით ჭრილობას, რათა დარწმუნდეთ, რომ ხორცდება. ნორმალურია თხელი მოყვითალო გამონადენი. ყოველთვის დაიბანეთ ხელები ჭრილობაზე ან სახვევზე შეხებამდე და შეხების შემდეგ. თუ ნაკერები დაგადეს, ექიმი გეტყვით, როგორ მოუაროთ მათ. არც სცადოთ მათი თავად მოხსნა. ექიმი გეტყვით, როდის უნდა დაბრუნდეთ მათ მოსახსნელად. მოერიდეთ ჭრილობის მოფხანას, არა აწროთ ფუფხი. არ იბანავოთ და არ იცუროთ ღია ჭრილობით. აუცილებლად დარეკეთ ექიმთან. იმ შემთხვევაში თუ გააქვთ 38 ან უფრო მაღალი ტემპერატურა ან შემცივნება. ჭრილობა დასიებული ან გაწითლებული ან ცხელი. ჭრილობიდან მოდის სქელი, ყვითელი ან მწვანე გამონადენი. ჭრილობა გაიხსნა. ჭრილობა უფრო მეტად გტკივათ 2 დღის შემდეგ. გაქვთ ახალი ან გაუარესებული სიმპტომები.